ნუ რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე. ეს ძალიან ცუდია. ჩვენ 4 ოქტომბერს ვნახეთ უკვე კონკრეტული მცდელობა იმ დაანონსებული სახელმწიფო გადატრიალებისა და დამხობისა, რაზეც ჰქონდათ ერთგვარი კამპანია და სხვათა შორის აღნიშნულ კამპანიაში ჩართული იყვნენ გარედან ადგილობრივი საელჩოებიც, ზოგიერთი კონკრეტული ელჩი, ახალისებდა მოძალადე ჯგუფებს. აღნიშნული პროცესები ყველა მე მგონი ხდება, რომ იმართება გარედან, მათ ყავთ გარეთ პატრონები, ისინი აძლევენ მითითებებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა უნდა გააკეთონ, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ აღკვეთა დანაშაული, არავის არ მისცა იმის შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ პროცესები გარედან იმართებოდა, გარედან ფინანსდებოდა და ყველა დამნაშავეს გაეცემა შესაბამისი პასუხი. 2024 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო განასცემა. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? ესეც არის წახალისება მოძალადეების ცრუ გმირების შექმნის მცდელობად მე ასე შევაფასებდი ამ ფაქტს. ეს არ არის პირველი მაგალითი, პირველი შემთხვევა. ჩვენ გავიხსენოთ, როდესაც პოლიციელების დაწვის მცდელობა იყო, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელებს და ჰქონდა მცდელობა ცოცხლად დაეცვა ადამიანები. მაშინდელი პრეზიდენტი თუ არ ვთქვი სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელიც გმირად რაცხავდა ამ ადამიანს და მთელი კამპანია ჰქონდათ აგორებული სხვადასხვა მათი მედია საშუალებებით და სოციმედიებში, რომ ეს ადამიანი იყო გმირი. წარმოუდგენელია, როდესაც ახალისებს ძალადობას, როდესაც ახალისებს ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, ცხადია საზოგადოების მხრიდან ამას ყოველთვის მოყვება რეაგირება და პასუხები ისეთი, როგორიც იყო საპარლამენტო არჩევნების დროს, როგორიც იყო ადგილობრივი არჩევნების დროს, ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ მოძალადეების ადგილი ქვეყანაში არ არის. ყოველთვის დამარცხდება, ბოროტება, ყოველთვის დამარცხდება ის ექსტრემისტული და მოძალადე ჯგუფები, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი ქვეყანაში. ევროკომისიის პრეს-სპიკერმა გუშინ ქართული ოცნება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და არ დაგმო პრეზიდენტის სასახლეზე შტუმი. ხომ არ ხდება ძალადობის გარედან წახალისებას? როგორ უნდა დაგმოს, კაცო, თვითონ არიან ამ ყველაფრის გამკეთებელი და ეხლა საკუთარ თავს ხوار დაადანაშაულებს, ან საკუთარ თავს ხوار დაგმოს, ხო? ყველაფერი ყველამ კარგად ვიცით და ცხადია. თუ როგორ იმართება ეს პროცესები, საიდან ფინანსდება, ვინ უდგას სათავეში, ვინ შექმნა ეს აგენტურული ქსელი ქვეყანაში, ამ ტიპის ადამიანები, უსამშობლო აგენტურა და ცხადია ის არ გააკეთებს სწორ განცხადებას, რომელიც სიმართლეზე იქნება დაფუძნებული. ამ თემასთან დაკავშირებით ვკითხავთ, საგარეო პარტნიორები ისევ აფიციალურია კრიტიკას მომხდართან დაკავშირებით და თქვენი აზრით, რას უკავშირდება ეს ყველა საქართველოსთან ასეთი დამოკიდებულება? დღემდე არ გვინახავს დაგმობილი არც ერთი ფაქტი. ხო, ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორ უნდა დაგმონ, როდესაც თვითონ ახალისებენ ძალადობას ქვეყანაში, თვითონ აფინანსებენ ამ ტიპის ადამიანების შექმნას, თვითონ აფინანსებენ ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას, თვითონ ახალისებენ ბოროტებას. ყველაფერი, რაც კი უბედურება ხდება ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში, არის გარედან თავსმოხვეული ამ გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა ეს. კონკრეტულ ისინი დავალებებს იღებენ და ცდილობენ, რომ განახორციელონ. რამდენად გამოზის ეს სხვა საკითხია, თუმცა ფაქტი არის ის, რომ აღნიშნული პროცესები არის გარედან მართული და ნურავი ნუელოდება იმას, რომ ის, ვინც უკვეთავს, ახალისებს ძალადობას და უბედურებას ქვეყანაში, მეორე დღეს გამოვა ან გაემიჯნება, როგორ უნდა გაემიჯნოს, ხო? თვითონ არის დამფინანსებელი და თვითონ არის შემოქმედი და რანაირად უნდა გაემიჯნოს აღნიშნულ ქმედებებს, რაც ქვეყანაში ხდება. ამ თემასთან დაკავშირებით ვკითხავთ ისევ დამხობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩავარდა, ვინ არის პასუხისმგებელი მთელი მოვლენებზე, რომლებიც შემდეგ დაიწყო, თუნდაც ამ დაკავებების თემაზე, ვინ არის პასუხისმგებელი? ყველა, აბსოლუტურად ყველა არის პასუხისმგებელი. ეხლა ვინც არ უნდა გაემიჯნოს, რაღაც განცხადებები აკეთონ, ხო, ნახეთ, როგორც კი სახელმწიფო დადგა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო, აჩვენა ძალა, დაიცვა კანონი, დაიფანტნენ, ყველა გაემიჯნა ერთმანეთს, დაიწყეს ერთმანეთზე გადაბრალება, მაგრამ
პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება ორგანიზატორებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა ძალადობაში, ვინც ჩართული იყო ამ ბინძურ პროპაგანდაში მთელი თვეების განმავლობაში და რა თქმა უნდა, გარე ძალებს, ვინც უშუალოდ ახალისებდა აღნიშნულს და ვინც უშუალოდ ხელს უწყობდა ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას და ზოგადად ახალისებდა ძალადობას. რა ადამიანი დააკავა შინაგანსაკუთრების სამინისტრომ კიდევ 45-მდე გაიზარდა და რიცხვი მათ შორის არის კოალიციის წევრი უკრაინის მებრძოლი ქართველი და ერთი ქალიც არის ასევე დაკავებული. ეს პროცესები რომ შევავსოთ. ხო, არაფერი, ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით და მოუწოდებდით, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები, არაერთი განცხადება მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ძალიან ბევრჯერ ვისაუბრე მე აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ თავი შეიკავეთ, არ გადადგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც იქნებოდა დასჯადი. ხო, ეს არ გაითვალისწინეს, ყველა ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში, ჩვენ ვერავის ვერაფერს ვერ დავაძალებთ. ჩაიდინეს დანაშაული, ამას ცხადია მოყვება რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. ამერიკის სენატმა 77 ხმით ოცის წინააღმდეგ 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო. ხაზგასასმელია, რომ ამ აქტში არ არის განხილული მეგობარი აქტი და ამოღებულია ამ პაკეტიდან. ჩვენ ვიცით, რომ ოპოზიციაც ამერიკის შეერთებულ შტატებში სწორედ ამ მიზნით იყო, რომ ეს პაკეტი მიიღოთ, როგორც შეეხება ამას. რაც შეეხება აღნიშნულ აქტს მეგობრობის აღნიშნულ აქტში არაფერი არ იყო მხოლოდ და მხოლოდ მტრული ყველა მითითება რაც იყო მოყვანილი მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე ცილის წამებაზე იყო დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ მუქარებს ვისმენდით ავტორი ვინც იყო აღნიშნული აქტის ვიცით რომ 80,000 აქვს აღებული იმაში რომ გააშავოს ჩვენი ქვეყანა და ელაპარაკოს ტყუილები, მაგრამ ნახოთ, იქაც არიან ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები და ჩვენ ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, იმიტომ რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში განცხადებები, რასაც ვისმენდით, მუქარებს, რასაც ვისმენდით, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გვინდა მეგობრობა, გვინდა პარტნიორობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. და მზად ვართ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან. გიორგი ჩახუნაშვილი დააკავეს გუშინ და მოვისმინეთ კრიტიკა, რომ ექიმი არის ეს ადამიანი, თუმცა ამავდროულად ხედავთ კადრებს, როგორ მოუწოდებს და ამიშნებს ხელით, რომ პრეზიდენტის სასახლეში ხო, პროფესიას რა მნიშვნელობა აქვს, ხო, როდესაც ჩადიხარ დანაშაულს, დამნაშავეა და პროფესიები აქ არაფერ შუაში არ არის და ზოგადად პროფესია ვერ იქნება ერთგვარი შემაკავებელი. თუ ადამიანი ჩადის დანაშაულს, მას მოყვება რეაგირება. ბატონო კახა, სუსმა დააკავა პენიტენციური სამსახურის ყოფილი მოადგილე. მათი თქმით, ის გარიგებული იყო ბაჩეშვილთან მისი ცემის ინსცენირების საკითხზე და როგორც ისინი ამბობენ, ასევე სპეციალური მიზნებისთვის კეთდებოდა. როგორ შეფასებთ? ხო, ძალიან მძიმე ფაქტი იყო. საკანში რაც მოხდა, ამაზე პენიტენციურმა სამსახურმაც გააკეთა განცხადება, ჩვენც არაერთხელ გავაკეთეთ შეფასებები. მაშინვე გააკეთა განცხადება, რომ დაიწყებოდა გამოძიება და ყველა დამნაშავე იქნებოდა დასჯილი. პროცესი მიმდინარეობს, დაველოდოთ გამოძიებას ბოლომდე. თუ შეიძლება ერთი კითხვაც მოქვს, პირველ საათს ბაჩვახალაია და გაბარებული შსს-ში. და საქმე ეხება ჯერ არ ვიცით რომ სისხლის სამართლის საქმეზეა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი გვარი არაერთ საქმეში გაშღერდა, ხო? მათ შორის სექსოდელის საქმე, მათ შორის 4 ოქტომბრის გადატრიალება და ასე შემდეგ. აი როგორ განვითარდება ეს მომენტები? ხო, აი დაველოდოთ, მე არ ვიცი კონკრეტულად რასთან დაკავშირებით დაიბარეს, თუმცა დაველოდოთ შესაბამისი უწყების მხრიდან შემდეგ გაკეთებულ განცხადებას.